მოკლედ გამარჯობა. დაიწყო დღე მეორეც. ეხლა ვარ სათბურებში დეიდა ჩემის და მზე არის ძალიან კაი. ლაგოდეხის ნაკრძალშიც ესეთ მარტივად და კარგად უნდა წავიდე რა. ჩემი გიდი არის ჩემი დეიდაშვილი დემეტრე. დემეტრე უნდა გამოჩნდეს. და ეხლა ნახო ალუჩის ისინი ახლა ხეები რო ჭამო რა. ალუჩა შეიძლება არ გვაქვს თბილისში. თუ არის ძალიან 200 ლარიღის კილო და კუფასად მივიღეთ მე ხა ძალიან გემრიელად. მაგალითად ეცინე ძალიან და ძალიან გაასწორა. ზოგადად სოფელი ძალიან მიყვარს და მსგავს ადგილები რა. ეს არის სხლის ხე. ამის მე რა არის? აჰა. ესეც ალუჩა არის. ვა. ევალი და ჩავა. ყემლის ესემერი ხოლმე გადავიყო. ყემლის ესემერი ხოლმე გადავიყო. ძალიან მე ძალიან მომწონს. მოკლედ ესე იგი ეხლა გამოვიდი სახლიდან და მივდივარ იქ სადაც დავდგები და გავაჩერებ მანქანას და წავალ ავტოსტოპით. ასე მარტივად არ მეგონა, მაგრამ მარტივად მივდივარ რა. ეს ახლა როგორი პონტია, იცით, აი. აქ მე რა უნდა გავიგო შეჩემა, შენ რა უნდა გაიგო შეჩემა. მაგას გეუნები შეჩემა რა უნდა გავიგო შენ და მე. ეს ლაგოდეხის ეკლესია. ერთ-ერთი. მოკლედ ნაკრძალისკენ მიმავალი გზა არის აი აქ. ესეც იქეთ როგორც წერი არის რესტორნები და სასტუმროები. და აქეთ იწყება მთელი სილამაზე. სამწუხაროდ ახლა სრულად სიღრმეში ვერ შევალ, იმიტომ რომ მინდა სიღრმეშიც მოვასწრო. მაგრამ რასაც მოვასწრებ ვეცდები ყველაფერი გადავიღო თავიდან ბოლომდე რა. ულამაზესია მართლა. სადედი ვარ მეც არ ვიცი. წინ არის ჯგუფი რა და ძალიან მინდა მაგათ შევუერთდე. ეგებადა რამე მოვისმინო. თუ გიცა იქნება პრობლემა მათ ტურზე ვიქნები რა. გამარჯობა. გამარჯობა, კახა ბიკაშვილი, რენჯერი ამ ტერიტორიის. აჰა. ნუ ლაგოდეხის ნაკრძალის ყველაფერი იცით ხო? რა დაარსების პერიოდი. ნადრობენ ზევით კიდე ცხოველები. ცხოველები. კი ბატონო, არის დათვიც არის. იომები, სვლები ახლა ზევით არიან მაინც აწევლები. გელი არის მოგებული. კიდე რაც გაინტერესებს აქ ორია ბევრი ძალიან გარეული ტახი არის. ვა, უმრავლებული. ეხა რაც სიწყნარე იყო და რაც ტურისტი არ დადიოდა, რომ მეწილად არის.
ჯიხვებია, ზევით უკვე ალპურ ზონაში. კიდე რა, აქ არის სამდღიანი ტურები გვაქვს თულმე. შავი ტბები არის. ო, ძალიან არის. ეხლა თქვენ ჩანჩქერზე მიდიხართ, ხო? ხო, როგორც ჩანს მე ამ ჯგუფს გამოვყევი პროსტა უბრალოდ ქვევიდან ამოვედი და ამათ გამოვყევი ისე უბრალოდ ნახოთ რა. არა ხართ ესე. არა. ავყვევი რა. ჩანჩქერზე მედია. დაახლოებით რამდენი კილომეტრია იქ აქედან? აქედან ეხლა 3 3 იქნება აქედან. და ალბათ 1 კილომეტრი გავიარე მგონი. ეხლა გავლილი და კილომეტრი ნახევარი. კილომეტრი ნახევარი შვენიერ. ო, იქამდე 2 კილომეტრი ეხლა არის დასასვენებელი ადგილი არის და მე იქიდან მიდიხარ ბილიკით ადიხართ. მდინარეს გადადიხართ პინის ხიდია და მიდის იქ უკვე ახალი ბილიკებია გაკეთებული. ადიხართ ჩანჩქერზე. თუ იცით ახლა ქართველები არიან აქ აწულიზევით? ზევით? ეხა. არა, ჩანჩქერზე ეხა შეხვდნენ გზაში, ესე მოდიან არ ვიცი, ვინ არიან. ეს რუსები არიან, ევროპელები. დიდი ჯგუფია ჩამოსული, ახლა 70 კაციანი და ეგრე არიან. თქვენ მარტო ხართ? მე მარტო ვარ კი. ამარჯობა, არ მოვიდა ახლა აქ შეგდევარ. აშევით. მარტა, მეც ახლა ზევით ავდივარ ჩანჩქერზე რა. ხო, მარტო ვარ, უბრალოდ ჯგუფს შევუერთდები რა. რა ვიცი. ვიდეოში რო გამოჩნდა, პრობლემა ხო არ გაქვს? შენი სახელი რო უთხრა? მაიკო. კარგი. ჩვენ გეორგი შევხვდროთ ერთმანეთს. აი, შევი, თქვენი მაინც მართვია ეხა. კარგი. კარგად. ნაცნობის ნახვა ძალიან ბედნიერებაა მსგავს ადგილებში და ძალიან გამიხარდა ეხა მაიკოს ნახვა. 1-2 სიტყვითაც გეტყვით რა თქმა უნდა თუ საიდან ვიცნობ და ვისი და რისი მაისური მაცვია ეხა. ეს მიხვალ თქვენ არის ბილიკი რომელიც წავხვალთ ახლა მაგ ბილიკზე მიდიხარ ჩანჩქერისკენ და მერი არის იქ და ნუ ნახავთ ტრაფარიც მარჯვნივ შედიხარ და აქ არის უდიგორის მთაქვია. ზევით. ზევით, აი ნახავთ იქ ტრაფარებით და მიდიხარ იმი და ისინი ახლა ბევრი ერთი ჯგუფი წასული არის ისე. ვა. იქ გადიან რეგისტრაციას ყველაფერს იწერენ ტელეფონის ნომერს ու ყველაფერი და მეცოდინება რომ როდის შევიდა და როდის გამოდის რომ ის გამოვიდა თუ ან დაიკარგა თუ ან რავი შეუძლოდ გახდა ბევრი მომხდარა რომ გადავარდა ხო გერმანელი იყო ჩამოვასვენეთ ჩვენ მივდივართ ხოლმე ხა ასოლები მოდიან ჩვენ ძირითადად აქ ჩვენ მოძრაობთ და ეს დიდი ის არის და სიფრთხილეა მაინც გონება არა ეგ საერთოდ არ ვიცოდი მე. ხო, არა უცილებლად. არც ვიცოდი ეგეთი რაღაც. და უბრალოდ შემოვედი და შემოვედი რა ვიცი. შემოდიხარ, გზა ხო შემოვედი და იქ ხელმარცხი ხო არა ადმინისტრაცია. აი შედია. იქ უნდა შეიძლება ტრაფარიც არის რა. მიდიდებულია იქ შედით და. ეხლა ქვევით რა ჩავა მაშინ დარეგისტრირებას აზრი აქვს საერთოდ. აღარ გინდა. ხო. ესენი ხო დარეგისტრირებულები არა შანს ანხელაგრუ არ გამოუშვებდა ანხელაგრუს. ხო. შენ ისა უკვე გაიარე. მოკლედ ესე იგი ამ მაისურზე მინდა მოგიყვეთ. ეს მაისური ეკუთვნის მომავალ გამყოფთა სკოლას. და ის გოგონა ვინც შეხვდა, არის მაგ სკოლის გიდი ერთ-ერთი. და ძალიან გამიხარდა რა. თუ ამ ვიდეოს უყურებთ მოკითხვა აქედან. და ეხლა ამოვედი ჩანჩქერზე. ჩანჩქერსაც გაჩვენოთ რა თქმა უნდა რა. და ეს მაისური ჩვენთვის ძალიან ძვირფასი არის, როგორც ეს ქუდი და ასევე როგორც ჩემი კროქსები, იმიტომ რომ ამათ ბევრი ისტორია აქვს ჩემთან ერთად გადატანილი და ბევრ ადგილას ვარ ამ ნივთებთან ერთად ნამყოფი რა. ახლა მივდივართ როჭორს ჩანჩქერზე, სადაც 1 საათის ასეულო გზაა და არის 3 კილომეტრი, მაგრამ აუცილებლად და ის ჯგუფი რომელიც ძალიან იყო, ეგენიც წავიდნენ აქეთ.
სულტალახი არის. Πρώτა დააკვირდით აი ამ ბილიქს. პატარა არის საყვარელი. თოს ვიხელთებ და გეტყვით რომ მსგავსი აქტივობები ზოგადად აი არა. მიუხედავად იმისა რომ მუშაობდით შეიძლება რაღაც არ გქონდეთ დრო ეცადეთ ყველანაირად რომ გამონახოთ იმის დრო და საშუალება მინიმალური თუნდაც რომ მსგავს აქტივობებით დაკავდეთ რა მეც ვმუშაობ და შაბათი კვირით ან როცა დასვენების დრო მაქვს ვცდილობ რომ სულ ვიარო რა აქ კი არის ძალიან ლამაზი აი ეს მიხდება ხო ვიცი აი ამ ხიდზე მეუნებოდა ის კაცი რომ გადაიარეო და ლამაზი არის ძალიანო რა უნდა გადავიღო ეხლა სულ კილომეტრი ნახევარი დარჩა და 30 წუთი სავალიც რა მართლაც მოგეთ ქვევით გავიარე ძალიან დიდი აღმართი მე დაღმართი მე ისე აღმართი და ეხა შედარებით სწორ გზას დავადექი მაგრამ ყველას გეჩვენებთ რომ მოხვიდეთ აქ რა ანუ ეს არის ერთ-ერთი პატარა ბილიკი რა ანუ სამარშრუტო გზით და აქ მოდით ანუ თუ იმას არ ჩავთვალოთ გზაში რამდენიმე ჯერ ვიყიდე წყალი ну უშუალოდ გარეთ ამ დღეების განმავლობაში ანუ ჩათვალეთ აქ ვარ სამლარად სამჯერ ვიყიდე წყალი 10 ლარი რო ქონდეთ მარტო ნებისმიერი ქალაქიდან რო წამოხვიდეთ საქართველოდან გეყოფა ტყელამდე რა ანუ რა ვიცი თუ ამოთ რომ არ გვაქვს საშუალება და არ გვაქვს ფული არც მაქვს მაგრამ მაინც ვშვები რაღაცას იგივე აიათ კენ თქვენც და მერწუნეთ არინაგთ ანუ ავტოსტოპით მოგზაურობა არის ძალიან კაი რაღაც რა იქიდან გამომდინარე რომ არ გიჭირს პირველ რიგში ფულის ხარჯვა განა ეხა არ მაქვს მაგრამ ეს უფრო მეხალისება მე პირადად ეხა სიარული რა იმიტომ რომ ბევრ სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ნახულობ ლოკალებს არა ლოკალებსაც ნახულობ სასტავს რომელიც სტარიკები არიან და რა მილიონი ისტორიებთან გიყვებიან შენც უყვები რაღაც ისტორიებს და ამით იღებ სიამოვნება ნუ ჩემთვის ეგ სიამოვნებაა და ძალიან საინტერესოა პირადად რა ნუ ეხლა ვისთვის რა ვიღაცას უჩვენია რომ დავიშ ერთი პუნქტიდან მეორეში მივიდეთ პირდაპირ მარშრუტით ან ავტობუსით და მე ეგეთ უფრო დიდ დისკომფორტს მეკცემს რა მიუხედავად იმისა რომ ავტობუსით რო წახვიდეთ ან მარშრუტით ახლა ჩამოხვიდეთ მეტად ნაკლები რო დაიხარჯებათ თუ გაჩქარებათ ხო მაგრამ ავტოსტოპით მაინც სხვა თემაა და სხვა არომატი აქვს რა ხო აქ კიდევ ავტოსტოპის დროს სხვანაირად გადის ძალიან დრო რა ავტობუსში რო ვარ და ბათუმიდან თბილისამდე თუ მჭირდება 6-5 საათი გადის კატასტროფულად ნელა და ავტოსტოპზე როცა ვარ და მალმალე რო ჩამოვდივარ გადის ძალიან ჩქარა დრო რა და საერთოდ სხვანაირად დინამიკით მიყვება რა იმიტომ რომ იქ საუბრობ ფიქსება ჩუმოდი რაღაცა მუსიკას უსმენდე სხვისი გემონებით და თელ მაგ პროცესს აქვს ეს უღამი რა ხვევით ნახეთ რა ლამაზი არის უბრალოდ სიმართლე რა ვთქვა საკმაოდ დავიღალე მაგრამ არა უშავს გავავარჯიშე ფეხები იმიტომ რომ ესე ამხელა ანუ ასეთ სალაშქრო ამბავში არ წამოსვლა დიდი ხანია უკვე და ძალიან ასრევს აწის უწამოვა როგორც იქნა მივედი ჩანჩქერთან სულ რაღაც რამოდენიმე წუთიც და მივედით
მედნიერება სფერო კითხლაც და ახალი ძალიან დაღმართი ხა უცებ არ ჩავარდე მაგრამ აი იქ შეხედეთ ჩავადა განახეთ უფრო კარგად ბრო შეხედეთ რა ლამაზია და რა მწვანე წყალია აქ არის სულ მწვანე წყალი გონი ეხა ჩემს საუბარს გონია საერთოდ აზრი არ აქვს იმიტომ რომ იმ ხელახმაზეა წერა რომ ვიდეო ჩავწერე ისეთ ხაზე ისმოდა ამ ჩანჩქერის ყარო რავი მაგრამ მოდი მაინც გეტყვით რომ მივდივარ ეხა მალე ჩანჩქერიდან ნახევარი საათია აქ თუ არა ამ ჩანჩქერზე და კიდევ უნდა ცოტა ხანი ვიგნებეთ 15 წუთი ალბათ ან 10 წუთი მოკლედ ესე იგი ჩანჩქერიდან ჩამოვედი ახლობით რაღაც 40 წუთია კონაკრები ჭამე ცოტა რაცა დავიმსხავს ადამიანს მაგრამ გავხმილა ისიქ წყალი საულიე მაგრამ წყალი უნდა მოვიმარაგო ეხა რამოდენიმე წელი ვარიაჩი და შეიძლება ისიც რომ არ გაიმეოროთ და წყლის გარეშე არ ახიდეთ თორე მოვიწევთ მე ჩანჩქერის და მდინარის წყლის თალიო ან ეხა ფერი არა ცუდი ეხა მაგაში მაგრამ ნუ მოგიწევთ ეხა რა უშავს რა ყველას აქეთ ვჩები და ხვალ გადავიღებ სიგნალს და მარტო სიგნალში წავალ ხვალ რა გადაწყვეტილება რომ დღეს აღარ წავალ და ხვალ წავალ ჩემი ნათესავების ერთად სიგნალს თავიდან ბოლომდე თქმა უნდა ვერ გადავიღებ მაგრამ საჭირო რაღაცებს გადავიღებ და ვეცები რომ გადავიღო ისეთი სილამაზე და ისეთი სუნია აი რა ვიცი რა ამ ტელეფონს რაც არ უღორგა არის ზუმი აი ნახეთ ანუ ძალიან ცუდი ზუმია, აი ძალიან ცუდი ზუმია. ხარისხი აქვს ცუდი რა იდეაში. თორე პირველ ერთიანზე ძალიან კაია. მოკლედ დღევანდელი ვიდეოც ასასრულს მივუახლოვდა. დავთავრდა დღევანდელი დღე. სამწუხაროდ ვერ წავედი სიგნალში, მაგრამ არა უშავს, ხვალ წავალ დილით და გადავიღებ სიგნალის მიმოხილვას ასე რომ ვთქვათ რა. ეს ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. ნუ ფაქტობრივად დავამთავრეთ და ხვალინდელი ვიდეო ხვალინდელი ნუ უფრო ჩემთვის ხვალინდელი თქვენთვის უკვე 2 დღეში დაიდება და ამ ვიდეოს დადებიდან შემდეგი ნაწილი. და შემდეგი ნაწილი იქნება უშუალოდ სიგნალზე და მხოლოდ სიგნალის ნაწილი იქნება და იმის თუ როგორ დაბრუნდები თბილისში. და პატარა მიმოხილვას გავაკეთებ ჩემი ეს პატარა მინი მოგზაურობისას რა. თუ რა მომეწონა რა არ მომეწონა და ასე შემდეგ. გამოიწერეთ ეს არხი, დალაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ მაგარ ვიდეოებს, იმიტომ რომ სულ იმას ვფიქრობ რა გადავიღო. რადგან მინდა რომ ძალიან განვამვითარო ჩემი არხი რა. და რა ვიცი, კარგად და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, უბრალოდ შემდეგ ამ მოგზაურობის ნაწილში. აბა, კარგად და